იმასაც მე უფე აპელირებდა. ეს ერთი თემაა, ის რომ რატომღაც დღეს მიმდინარეობს ის რომ რეალური დანაშაულის გარდა ყველაფერი ითქვას, ყველაფერზე წავიდეს ისრები, ოღონდაც არ მოხდეს რეალური დანაშაულის რა არის რეალური დანაშაული? მაგალითად ავიღოთ ის რომ ჯერთი როგორ დაიწყო ეს ამბავი. ეს ამბავი დაიწყო იმითი, საზოგადოებისთვის როგორ გახდა ცნობილი, რუსთავი ორმა წინა საღამოს, ვიდრე ხელისუფლება და პროკურატურა ამას დაანონსებდა, წინა საღამოს მელაძემ და გაბუნია გვამცნობეს რომ ასეთ ამბავს ჰქონდა ადგილი, რომ იგეგმებოდა მოწამვლა და ეს მთელი სცენა მოკეთ რაზედაც იცით გადაცემაში იყო საუბარი, ეს წინა საღამოს იყო მოყოლილი რუსთავი ორის მხრიდან და იქო გამიჩნდა შეკითხვა, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მელაძეს ეს ინფორმაცია მიაწოდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო. ეს ბუნებრივი კითხვაა, მე მგონი და ჟურნალისტისგანაც ბუნებრივი არის მოპოვება მასა. მე მგონია რომ რაღაც ერთი და იგივე ადამიანებისგან, რომელიც მე ამჟღავნებს თავის სიახლოვეს, ერთი და იგივე ადამიანებისგან ხდებოდა ამ ინფორმაციების მიწოდება. შემდგომ ხდება ის, რომ უკვე არ ვიცი, ვისაც აქვს ვთქვათ ამ წრესთან სიახლოვე, ხა ვისაც არ აქვს ამ წრესთან სიახლოვე, ის ვერც მიაწოდა ამ ინფორმაციას. ახლა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. პროკურატურამ მოისმინა თუ არა ეტყობა ეს, მიუხედავად იმისა, რომ ასე ეტყობა ამისი დაანონსება არ უნდოდა და არ იყო ამისთვის მზად და არც საზოგადოებისთვის ფიქრობდა, რომ ამ შოკის მომგვრელი ინფორმაციის მიწოდებას აშკარად იყო დაუბალანსებელი ის გამოსვლა, რომელიც გამოსვლაც პროკურატურის მხრიდან ხდებოდა და რა იყო ამ განცხადებაში ნათქვამი, რატომღაც ზოგმა ისე გაიგო როგორც უნდოდა, ზოგმა საერთოდ მოინდომა რომ სხვანაირად გაიგო. ამ განცხადებაში იყო ესეთი რამ, რაც გააკეთა შოთაძემ, რომ წყარომო ვინც მოგვაწოდაო ინფორმაციაო, შემოვიდა განცხადებითო, სადაც ეწერაო, რომ მის მიერ მის ხელთ არსებული ინფორმაციით მზადდებოდა უმაღლესი სასულიერო პირის მოწამვლა. მეორეს მხრივ მან მიიტანა ასევე სხვა მასალები, ვიდეო და აუდიო მასალები, სადაც საუბარი იყო უკვე კონკრეტულ ადამიანზე, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლაზე. ანუ ორი რამ განაცხადეს, რომ ერთი რომ უმაღლესი სასულიერო იერარქიის მქონე პირების ინფორმაცია მოიტანაო და მეორე მოიტანაო ასევე სხვა მასალებიც, ვიდეო და აუდიო მასალებიო. რის საფუძველზედაც უკვე ბრალი წარედგინა მამა გიორგი მამალაძე, სადაც უკვე გაკონკრეტებული იყო კონკრეტული გვარი და სახელი და ეს უკვე იყო არა მონაყოლი, არამედ აუდიო ჩანაწერები. აი ეს იყო ის აზრი, რაც პროკურატურამ უთხრა საზოგადოებას და აი ეს ამას მოყვა შემდგომ საკმაოდ სერიოზული ინსცენაციები და განსაკუთრებით ის, რომ რატომ მაგალითადო ციანიდიო და იყო ამაზე ხუმრობაც, შაყირიც, ეს არქაული დროის საწამლავია, რატომ არ იყო ესე იგი უფრო თანამედროვე და დახვეწილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უფრო დეტექტიური რომანების ბოლოს აღმოჩნდა ის, რომ უკვე დღეს აღარც ადვოკატები და აღარც მეუფე პეტრე აღარ უარყოფენ იმას, რომ დიახაც ციანიდი იყო აღმოჩენილი მამა გიორგის ესე იგი ბარგში და უფრო მეტიც პეტრე საუბრობს, მეუფე პეტრე საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდანო მას ეს ციანიდიო ჭირდებოდაო ოქროს და მის მე უკრაინელი ოქრომჭედელისთვის უკრაინელი ოქრომჭედელისთვის თურმე აქ მამა გიორგი ეძებდა ამ და იმას ციანიდს წვალობდა როგორმე რომ მოეპოვებინა ეს ციანიდი და შემდეგ ჩაეტანა ეს გერმანიის გავლით, ანუ კანონით აკრძალული ნივთი, რომელზედაც სისხლის სამართლის პასუხისგებლობა არსებობს. სინამდვილეში რა ხდება, როგორ ფიქრობთ, ეს ისტორია ვიცით უნდა გადაელახა ეს. მოდით ირაკლი მანაგაძეს ვკითხავ, შემოვიყვანეთ ესეც საუბარი. ანუ თავარი რაც რომ უკვე არსებული მტკიცებულებებით მე რასაც ვხედავ, რომ რატომ გახდა იძულებული დაცვის მხარეც და მეუფე პეტრეც რომ ეს ეღიარებინა და ეჭვიან მეპარება რომ ამას ჩვენებაში აღიარებდა მამა გიორგიც, უკვე ეს საეჭვო აღარ არის ის სასაცილო ფორმა, რომ ციანიდი იყო ჩანთაში. ეხლა უკვე ლეგენდა როგორ შეიქმნება, რომ ეს იყო საჭირო ოქროს გადასამუშავებლად ბრილიანტის თუ ვერცხლის, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ თავარი ის არის, რომ დღეს ყველა მხრიდან, დაცვის მხრიდან, მეუფე მისი ესე თუ მეორე დამცველის მხრიდან აღიარებულია, რომ ციანიდი ნამდვილად იყო. ანუ ეს მტკიცებულება იმდენად სერიოზულია, რომ ამის უარყოფას ვერცერთი მხარე ვეღარ აღიქოს. ვეღარ ახერხებს. უბრალოდ ეხლა ამ ციანიდის გაიგივება ვისთან მოხდება, რასთან მოხდება და რა ლეგენდა შეიქმნება თუ რა რეალური გამოძიება დაიდება, ამაზეა ეხლა მთელი. მადლობა ნანა, ირაკლი კაკაბაძეს მინდა ვკითხო. მანაგაძეს უკაცრავ. კაკაბაძეები და ირაკლები ყავს